მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. შეურაცხყოფას ცილის წამებას და ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი პარტიის მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანონპროექტი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან, რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით ეს კანონპროექტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფეისის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ, განაცხადა თინა ბოკუჩავა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თია წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცილის წამების თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას წამოაყენა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცილის წამების შესახებ მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო. საზოგადოებას მინდა შევახსენოთ, რომ ვარდების რევოლუციიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ცილის წამების ცნება გააქრო და ის დღესაც სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არ არის, აცხადებს წულუკიანი. პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დაკავებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის სრულიად ადეკვატური კანონმდებლობა არსებობს. ამასთან მათიკაშვილმა ისაუბრა ამ მოცემულობის ფონზე ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სრულიად დამოკიდებულია აგენტურული ოპოზიციის იმ პატრონებზე, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს. საქართველოში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები ქვეყნის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. ნორვეგია უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის. აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში. ქართული ოცნების მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ. მხარს ვუჭერთ ორპარტიული მეგობარი აქტის წინ წაწევას, როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი სენატორი ჯინ შახინი ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს. ამასთან სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ მიმდინარე კვირას ოპოზიციაზე რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დაპატიმრებითა და განაჩენების გამოტანით. ძალადობის მიმართ სოლიდარობა შემდგომი ძალადობის წაქეზებაა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. ძალადობის მიმართ სოლიდარობა შემდგომი ძალადობის წაქეზებაა. ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა პოლიციელზე თავდამსხმელს დემონსტრაციულად სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად 4 დღეს შეახდა. კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით დღეს სიძულვილი და ძალადობა ითესება, წერს შალვა პაპუაშვილი და აზიარებს კადრებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, გიგა ლემონჯავასა და გიორგი ბუტიკაშვილთან ერთად დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 26 ივნისს ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე. მათ ასევე განიხილეს ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ივანიშვილის, მისი პროპაგანდისტების, განსაკუთრებით იმედის მფლობელ რუხაძისა და ძალადობრივი რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიმართ, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობ უცხოეთის სიახლეებს.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ზეწოლისა და სამართლებრივი დაშინების წინაშე დგას. მათივე ცნობით 2025 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოში რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო სასამართლო ბრძანებები, რომლებიც მათ ავალდებულებდათ გაემჟღავნებინათ მაღალი მგრძნობელობის მონაცემები, მათ შორის ბენეფიციარების, იურიდიული დახმარების მიმღებების, ტრენინგის მონაწილეების და საჯარო ღონისძიებებზე დამსწრე პირადი მონაცემებიც კი. შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის შეფასებით ეს სახიფათო ნაბიჯს წარმოადგენს. მათი შეფასებით კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების იძულებითი მცდელობა არ ღვევს კონფიდენციალურობის, სამართლებრივი დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ეს შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც უფლებების დაცვაზე, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაზე ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე მუშაობს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტო ავრცელებს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადებოდეს, რისთვისაც მას დამატებითი შენაერთები დასჭირდება. მათივე თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯარების ახალი მობილიზაცია და რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირების ფხენიანში ბოლოდროინდელი ვიზიტები აძლევთ. რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აცხადებს. რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი, წერს კაია კალასი. ცნობისთვის, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სიცკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირიდან სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსეთის ძალების შეტევა შეჩერებულია და საბრძოლო შეტაკებების ხაზი სტაბილიზებულია. მისივე თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები აქტიურად ამოქმედებენ თავდაცვის ტაქტიკას და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას სუმის სასაზღვრო რაიონში. როგორც მთავარსარდალმა განმარტა, კურსკის ოლქში უკრაინის შეტევით მოქმედებებმა აიძულა მოწინააღმდეგე. ძალების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გაეგზავნა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სუმის მიმართულებით შეტევის შესაძლებლობები. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.